მაყურებლისთვის საყვარელი პიროვნება. ახალგაზრდა ნიჭიერი კაცი თედო ბექაურია ჩვენი პირველი სტუმარი. ომზადი თედო, გამარჯობა. თედო მოგესალმები შენ გენაცვალე. გამარჯობა. მიხარია რომ მასვიძლობ აქ. თან კიდე განსაკუთრებით მიხარია ის რომ ასე ძალიან შეგიყვარა მაყურებელმა და აი ეს სიტყვა რომელიც პატარაობაში შენ მიიღე გრძელდება და კი არ ნელდება პირიქით იზრდება ინტერესი და მხარდაჭერა შენი პიროვნების მიმართ ეს მე ძალიან მახარებს და რა მინდა ისი კითხო აი რამდენი წლის იყავი შენ როდესაც აი ცნობილ ფილმში რომელსაც ასეთი პოპულარობა მოგიტანა გაღმა ნაპირი ითამაში კი ბატონო პირველ რიგში დავიწყებთ რომ მადლობა დიდი მოწვევისთვის მადლობა ყველას ასეთი გუნდური მუშაობისთვის 10 წლის ვიყავი პირველად ფილმში რო დავიწყე მე თამაში უფრო სწორად უფრო პატარა ვიყავ 9 წლის ვიყავი რომ დავიწყე პატარ-პატარა ნაბიჯების სწავლით ასე შემდეგ და ასე შემდეგ ასეთ პატარა ასაკში 9-10 წლის ბავშვმა რანაირად შეძელი აი ამ სიმძიმის ატანა ამ როლისა და როგორ მოახერხე რომ ასე შეგესრულებინა რომ დღემდე უცრემლოთ ამას მაყურებელი თვალს ვერ ადევნებს არ ვიცი ალბათ ბუნებრივი ნიჭი ღვთისწყალობით ალბათ მადლობა ღმერთს შემაძლებინა და მათამაშა ამ ფილმში. მე როგორც ვიცი რეჟისორს კიდევ რომ მომცა იმის საშუალება რომ ბევრი რამე შემასწავლა და მომცა ნამდვილად შესანიშნავი რეჟისორია და მას დიდი მადლობა. მე როგორც ვიცი შენ უცხოეთშიც იყავი არაერთხელ და ვიცი რომ საინტერესო იყო შენთვისაც ძალიან. ჩემი პირველი წასვლა გერმანიაში იყო ბერლინში. ჩემი სოფლიდან ნორვეგიიდან უსვათ გერმანიაში რომ მოვხდი. სხვა სამყარო იყო საერთოდ. რო ჩავედით გერმანიაში უკვე თავში ამივარდა მე. უკვე თავში ამივარდა და მეთქი საჭმელად თუ რატომ ჩავიდეთ ქვემოთ თქო რა აქეთ ამოგვიტანო მეთქი არ შეიძლება თქო. შემოგეპარა ხო ვარსკვლავური? უცბად შემოგეპარა ეს ვარსკვლავური სცენი. პატარა თავში ავარდა იყო. ახასიათებს ხოლმე თავიდან პოპულარობას მაგრამ იცი რა მიხარია რომ შემდგომ უკვე შენი მეორე ესეთი აქტიური გამოჩენა დაუკავშირდა ტელეიმედის ცნობილ პროექტს ცეკვავენ ვარსკვლავები სადაც შენ გაიმარჯვე და რაც თავარია აი ეს მხარდაჭერა მაყურებლისა იგრძნობოდა ყოველთვის ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა ხალხისგან აი ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა და ამ მუხტიდან ვიმუხტებოდი მე რა თქმა უნდა და ბოლომდე ვიხარჯებოდი რაც შემეძლო რომ გამეკეთებინა არც ერთი წუთით არ ჩორდებოდი რომ იმაზე ვფიქრობდი მაყურებელთან რას მივიტანე და შესაბამისად გავიმარჯვე დიდი შრომით რა. მართლაც დამსახურებული იყო ეს გამარჯვება და დღეს რატო აღნიშნავ ამას განსაკუთრებულად, იმიტომ რომ დღეს არის ტელეიმედის დაბადების დღე 15 მარტი და მინდა შენთან ერთად მიულოცო ტელეიმედის ყველა თანამშრომელს და წინსვლა და წარმატება უსურვო. წარმატებებს უსურვებ მეც ტელეიმედს და დიდი მადლობა ტელეიმედს რომ ასე წარმომაჩინა მე პირადად ცეკვან ვარსკვლავებიდან და თქვენი საშუალებით და ყველას ძალიან დიდი მადლობა მთლიან ტელეიმედის შემოქმედებ ჯგუფს. გაიხარე. ეხლა შემოთედო, მოდი, გადავიდეთ იმ ხარეზე, რომელსაც მე პირადად ველოდები და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელს საინტერესო სიურპრიზი ელოდება. კი ბატონო. შენი ცეკვა ფაქტობრივად ყველა მნახა. მაგრამ მე მინდა რომ დღეს მოისმინონ შენი სიმღერა, სადაც მე თუ მკითხავ, ცეკვაზე არანაკლებ და შეიძლება კიდე უკეთ ჩანს შენი პიროვნება. შეიძლება. სხვათა შორის ადრე ბავშვობაში მიწოდა ხოლმე და ნახოთ აბა როგორ გამომივა ეხლა. აბა მოდი შენ დიდი ხანია არ მისდია და Ketrixabit me chems parasa Atkan khilshim qan Daumgeri avananasa Avananinanasa Mesa kartvelos Siparulis aramtburia Chemi saunje Nabadida salamuria chemi salamuria Salamuro vertmisa Siqvarulo sevdisa Erim xolod shenetvisa Kalav Kalavze kalav Sheni sakhe damadevs qvela gana
ჩემი სახლკარი მობიბინემ თადამდელოა ჩემი სამშობლო თვალხატულა საქართველოა ჩემი საქართველოა მივალ მიუყვები კეთრიხებით მე ჩემპარასა ბატკანა ხელში მყარ დაუღერი ავანანასა ავანანი ნანასა ავანანი ნანასა დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ანსამბლ ერისიონის მუსიკოსებს თამაზ ჯამაგიძეს, თემო ვაშაკიძეს და გიორგი ხელაშვილს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა თედო ბექაურს.